working in soon. How soon? Within weeks. Yeah, I think so. Right? Don't you think so? შვიდობამდე არც თუ ისე შორია. დონალდ ტრამპის წარმოდგენით რამდენიმე კვირა. მისი სტუმარი ემანუელ მაკრონი ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ჩანდა. თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტს იმის ნამდვილად სჯერა, რომ უკრაინამ შვიდობა კაპიტულაციის გარეშე უნდა მიიღოს. ცეცხლის შეწყვეტა კი მყარი გარანტიების თანხლებით. ფრანგი და ამერიკელი პრეზიდენტების შეხვედრა გულთბილი გამოდგა. ჩანს, რომ უკრაინაში ევროპული სამშვიდობო ძალების განთავსებაზე ევროპას ამერიკის მყარი მხარდაჭერა ექნება. ამერიკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ამაზე დაითანხმა. Yeah, he will accept that. პუტინი მიიღებს ევროპულ სამშვიდობო ძალებს. მე მას კონკრეტულად ეს კითხვა დავუსვი და გეტყვით, რომ მას პრობლემა არ აქვს. ევროპულ ჯარებს შეეძლებათ უკრაინაში ჩასვლა, როგორც კი მშვიდობა დამყარდება. ევროპა უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინისთვის. ჩვენი მხრიდან კი იქნება მხარდაჭერა. ჩემი ფუნქციაა დავასრულო ომი. ვფიქრობ, მისი დასრულება კვირების განმავლობაშია შესაძლებელი. თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებთ, თუ არა და დავკარგავთ ახალგაზრდა და ლამაზ ადამიანებს, რომლებიც არ უნდა კვდებოდნენ. ეს ყველაფერი კი შესაძლოა მესამე მსოფლიო ომამდეც კი მივიდეს. ეს არ გვინდა და არ უნდა დავუშვათ. არ მსურს წინასწარ ვისაუბროთ იმ განხილვებზე, რომელიც პროცესშია, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენ საერთო ამოცანა გვამოძრავებს. ესაა სოლიდური და ხანგრძლივი მშვიდობის მშენებლობა უკრაინისთვის. მე პატივს ვცემ უკრაინელი ხალხის გამბედაობასა და წინააღმდეგობას. გვესმის იმ გარანტიების საჭიროებაც, რომელიც ვითარების სტაბილიზებაში დაგვეხმარება. ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი ყოველთვის ისტორიის სწორ მხარეს იდგნენ და დღესაც ამის დროა. ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო შეთანხმებას უნდა მივახციოთ უსაფრთხოების გარანტიებით. აქტიურად ვსაუბრობთ უკრაინის სუვერენიტეტზე. ევროპელების სამშვიდობო მისია კი იქნება არა კონფლიქტის მხარე, არამედ დააკვირდებიან იმას, თუ როგორ სრულდება სამშვიდობო შეთანხმება. რადგან ერთხელ უკვე გვქონდა მინსკის შეთანხმება, რომელმაც არ იმუშავა. მე აქ მოვედი ჩემს ევროპელ პარტნიორებთან საუბრის შემდეგ და მათი სახელით გეტყვით, რომ ევროპა მზადაა გახდეს უფრო ძლიერი პარტნიორი, გააკეთოს მეტი თავდაცვისთვის, იყოს საიმედო პარტნიორი ვაჭრობასა და ეკონომიკაშიც.